არ არსებობს საიდუმლო, რომელიც არ გაიხსნას. არ არსებობს დაფარული, რომელიც არ გაცხადდეს. გადაცემა X-კოდი რადიო იმედის ეთერში. მიშა მიმინოშვილთან ერთად. საგანშიდობისა ქალბატონებო და ბატონებო, აი დადგა პარასკევი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთს ხვდებით რადიო იმედის პირდაპირ ეთერში, რამეთუ სწორედ ამ დღეს გადის გადაცემა X-კოდი მიშა მიმინოშვილთან, ანუ ჩემთან ერთად. ჩვენ მინდა გითხრათ, რომ დღეს ჩვენი გადაცემით სრულდება შეიძლება ითქვას კიდევ ერთი სეზონი, მესამე სეზონი და ჩვენ ცოტა ხნით ერთმანეთს დავამშვიდობებით, თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ წინ გვაქვს 2 საათი, ფიქრობ საინტერესო საათი და ბევრს ფიქრობდი, რაზე შეიძლებოდა გაგვემახვილებინა დღეს ყურადღება, შეიძლებოდა რაღაც რეზუმესავით მოგვეტანა, თუმცა რაღაცნაირად ყოველთვის როგორც გითხარით, გადაცემის წინ გადაცემა თვითონ რაღაცნაირად თავისით კეთდება და რა თქმა უნდა ეს არ გულისხმობ არანაირ მისტიურს, უბრალოდ თვითონ როდესაც ჩვენ ვადგენთ რაღაცა პროგრამას, ხდება მცირედი კორექტირება და თემები თავისთავად წამოიწევიან წინ ან შესაბამისად რომელიმე მათგანი უკან დაიწეს. ყოველ შემთხვევაში დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თემაზე, რომლის შესახებ ჩვენ ერთად გადაცემაში ქონდა საუბარი. ანუ ჩვენ ვისაუბრებთ ტამპლიერებზე, ვისაუბრებთ სენ-ჟერმენზე და გავამახვილებთ ყურადღება იმაზე, რომ ამ ადამიანს ძალიან მოწონდა ძვირფასი ქვები. და რაღაცნაირად ერთგვარი გაგრძელება იქნება, ერთგვარი მიქსი ჩვენი წინა თემებისა, თუმცა მიქსი იმდენად, რამდენადაც მოკლედ რომ თქვა, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ უსულო საგნებზე, რომლებსაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, გამომდინარე იქიდან, თუ მათი მფლობელები ერთი მეორეზე, აი ამ საგნების ზეგავლენის გამო, გარკვეულ დისკომფორტს განიცდიდნენ, მარტივად რომ თქვა. ძალიან ბევრი მეცნიერი სხვათა შორის დღეს უკვე იმ დასკვნამდე მიდის, რომ გარკვეულ ნიჩვენ საუბრობთ მაგალითად ნახატებზე, ესეთი სასწავლებრივი ნახატებზე არ მაქვს საუბარი, არამედ ნახატებზე, რომელსაც ჰქონდათ რაღაცა გარკვეული ენერგია, რომელიც ბევრ ადამიანს ზიანს აყენებდა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ქვებზე, ჩვენ უпростоრად ალმასზე, ანუ ბრილიანტზე, ჩვენ ეთობლივად ამაზე ამის შესახებ როგორც გითხარით, ერთ-ერთ გადაცემაში 2 წლის წინ ჰქონდა საუბარი, თუმცა როგორც ამბობდნენ, გამეორება წონის დედა და მით უმეტეს ბევრი ახალი დეტალები თქვენთვის დღესაც გახდება ცნობილი. ალმასის სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ ბერძნულად ნიშნავს უძველეს, მათ მართლაც მიაწერენ ასეთ მონარქისტვის დამახასიათებელ თვისებას და ზოგადად უწოდებენ მას ალმას სამეფო ქვას, სამეფო თვალს და მათ მართლაც აქვთ ესეთი თვისებები, რომელიც მონარქებისთვის არის დამახასიათებელი, მონარქი ზოგადად როდესაც ზრუნავს თავის ქვეყნის იდეადესა და თავისი ადამიანები, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებზე ფიქრით არის დაკავებული, სხვა არის, მაგრამ ზოგადად ისტორია გვაჩვენებს, რომ მათი უმრავლესობა პატივმოყვარეობა, ძალაუფლების სიყვარული და ასე შემდეგ აი თვისებებით არიან გამორჩეული. და მინერალოგების განმარტებით მაგალითად ალმასი მართლაც ყველაზე მკვრივი მეტალია ბუნებაში და მართლაც უამრავი უნიკალური თვისებების მატარებელია, თუმცა ამ თვისებებიდან კარგიც არის და ცუდიც მას უხსოვარი დროიდან რაღაცნაირად მიაწერდნენ გარკვეულ მისტიურ რაღაცა ძალას. რა თქმა უნდა, აქ ჩვენ თითქმის ყველა გადაცემაში გვიხდება საუბარი ლეგენდისა და რეალობის ერთგვარ სინქრონზე, თუმცა რამე თუ კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ლეგენდა არაფრისგან არ იქნება, უბრალოდ რაღაცა ოდესღაც მომხდარი ამბავი, ზედმეტად გაზვიადებული ოდნავ რაღაცნაირად ხდება ამის საფუძველი. დღეს სხვათა შორის სკეპტიკოსებიც კი აღიარებენ, რომ არიან ადამიანები, რომთაც აქვთ რაღაცა არაბუნებრივი, არა ისეთი, რა ქვია, არაჩვეულებრივი უნარი, თუმცა სხვათა შორის ასეთი არაჩვეულებრივი უნარი გააჩნია უბრალოდ ნივთებსაც, ამასაც უკვე ძალიან ბევრი მკვლევარი ადასტურებს. მოკლედ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მოგითხრობთ უსულო ნივთებზე, ანუ როგორც გითხრათ ამაზე, რომელსაც გააჩნია თავისი საიდუმლო ისტორია
და იმას რასაც თქვენ დღეს მოისმენთ ეს არ არის უბრალოდ მოგონილი ფანტაზია არ მიცავსებით ისტორიულ რეალობაზე დაფუძნებული თხრობა გვექნება დღეს და მაგალითი მოყვებით ისტორიას რეალურ ისტორიას რომელიც რეალურ პიროვნებებს გადახდათ თუმცა მეტნაკლებად რამდენად არის ეს ისტორია კავშირში ალმასთან ეს უკვე ცალკე თემაა თუმცა დამთხევა რა თქმა უნდა ძალიან თვალში საცემია და იმის თქმა რომ დავუშვათ აი ამ ისტორიაში მთავარი გადამწყვეტი ფუნქცია, მთავარი გადამწყვეტი შურის მაძიებელი ფუნქცია შეიძლება ესე ითქვას, ამას გააჩნია, ამაში თქვენ თავად დარწმუნდებით. ნუ მოდით დავიწყოთ ბევრი ისტორიის მოყოლა შესაძლებელია, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა დრო არ აქვს, ამიტომ მოდით ერთ ისტორიას მოგიყვებით და შემდგომ მეორეს თუ დრო დაგვჭირ მესამესაც და ეს დაახლოებით ის პერიოდია, როდესაც ესპანეთი წარმატებით ახორციელებს ახალი მიწების ათვისებას კოლონიებად ქცევას და ცეცხლიდან מחვილით ნერგავს იქ სამეფო ინტერესებს და ქრისტიანობას და ერთ-ერთი სამხედრო ოპერაციის დროს, როდესაც კონკისტადორები ამყარებდნენ ჭყალებში წესრიგს ძველი ინდიელების ერთ-ერთ უძველეს ქალაქში, მეომრები შეიჭრნენ უძველეს ცივილიზაციის რაღაც ესეთ გარკვეულ ქურუმთა სამფლობელოში, ანუ რაღაც ესეთი შენობაში, სადაც მიმდინარეობდა ერთგვარი ძალიან ესეთი საკრალური მისტიური რიტუალი და მათ შეეჭრნენ თუ არა მათ შეურაცხყვეს ეს ჭყალებში ბინძური წარმართების სათაყვანო ადგილები ამოხოცეს ეს რა თქმა უნდა დახოცეს ყველა ქურუმი მათ შორის ადგილობრივი მაცხოვრებლებიც იყვნენ ქალები ბავშვები ყველა ამოხოცეს გაძერცეს სპირტწმინდა ტაძარი და ძალიან სხვათა შორის ბევრი მკვლევარი ამბობს რომ ეს ლეგენდარული ატლანტიდის ცივილიზაციის გადმონაშთიც იყო იქ და გარკვეული ესეთი იმ პერიოდიდან მოყოლებული რაღაც ნივთები იყო თუმცა ეს უკვე სხვა თემაა და მე არ მიყვარს ხოლმე ზოგადად არარეალურ რაღაცებზე საუბარი თუმცა ნუ არის მოსაზრება რომ იმ ნივთებს შორის იყო ძალიან ესეთი პრეისტორიული და ძალიან ესეთი არტეფაქტებით სავსე, თუმცა ჩვენთვის მთავარია ის რომ ნაძავს შორის აღმოჩნდა ძვირფასი ალმასი, ბრილიანტი, რომელიც არ გამოირჩეოდა დიდი ზომით, ალბათ ამიტომაც მას არ ეღირსა სახელი, ანუ ინიციაცია, თუმცა მას ძალიან საინტერესო ისტორია ბევრმა თქვენთაგანმა, ბევრმა სვენელს გაუგონია წაუკითხავს, უნახავს კიდეც ისტორიები ესეთი მომაკრინებელ ალმასების შესახებ, თუმცა აი ამაზე შედარებით ნაკლებად საუბრობენ, თუმცა სავსებით ისტორიული ფაქტებით არის ის გაძლიერებული და დამტკიცებული, შეიძლება ესე ითქვას. ნუ სხვა ალმასებისგან განსხვავებით, როგორც გითხარით, ის ძალიან პატარა იყო, ამის გამო მას არ აღიქცა ინიციაცია და არ ქონდა სახელი, სამაგიეროდ ამოსახელო ალმასმა იმდენად მოხიბლა ესპანეთის მეფე ალფონს მე-11, რომელსაც მიართვეს ეს ნაძარცვი, რომ დანახვისთანავე მან მოათავსა იგი უსაყვარლეს ბეჭედში, რაღაც თვალი მოიღო ეს მაშინვე ჩასვა და შემდგომ მიართვა პრინცესა მერსედეს, მათი პირველი პაიმანის სამახსოვროდ, ანუ პრინცესა არაჯერ იყო მისი შეყვარებული და ნუ ძალიან მალე უნდა შემდგარიყო ქორწილი. რამდენიმე ხანში ალფონსი და მერსედესი მართლაც დაქორწინდნენ და ნიშნად მისადმი ღრმა პატივისცემისა როგორც გითხარით მერსედესმა მის მიერ ნაჩუქარი ბეჭედი ამ ქორწილზე გაიკეთა და ნუ რა თქმა უნდა ეს ულამაზესი ბეჭედი ამას ამშვენებდა და ზოგადად არაჩვეულებრივი წყვილი ესე ძალიან პომპეზური ქორწილის შემდეგ ისინი არ იხსნიან მოკლედ ის ამ ბეჭედს, ისინი დიდხანს რამდენიმე ხანი ესე ერთად ცხოვრობდნენ, პასტორალური რომანის სცენარით ვითარდებოდა მათი ესეთი ყოფა, ბედნიერი პრინცესა, უბედნიერესი პრინცი, მაყოფილი სამეფო კარი და ამ სიყვარულის შეხვედრაზე გულ აჩუქებული მთელი ესპანეთი. მაგრამ ნუ უეცრად დაიწყო აი გარკვეული პერიოდის შემდეგ სხვა შორის აი ამ მომაკვდინებელ ბრილიანტებს, ეგრეთ წოდებულ სერიულ ბრილიანტებს ახასიათებთ ასეთი თვისება, ისინი თავდაპირველად რაღაცნაირად არ ჩანან, ანუ მათი ქმედება არ ჩანს და შემდგომ გარკვეული დროის შემდეგ იწყება რაღაცა გარკვეული გავგებარი სიკვდილის მთელი სერია. ნუ აი ესეთი პასტორალური იდილის შემდეგ უეცრად საშინელი ამბავი გავრცელდა მთელს სამეფოში პრინცესა მერსედესი მოულოდნელად გარდაიცვალა. ნუ რა თქმა უნდა, აქ ძალიან აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო ეს გოგონა, რამე თუ ისე უბრალოდ ის არ გახდებოდა პრინცის მეუღლე, წინასწარ იყო ყველაფერი შესწავლილი და უეცრად სრულად მოულოდნელად ის გარდაიცვალა.
ადვილი წარმოსადგენია რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა გულმოკლული ალფონსო, რომელიც მართლაც უყურდა ეს მერსედესი და ჯერჯერობით ვერავინ ხვდება ბედის უეცარ დარტყმის მთავარ მიზეზს, რომელიც ულამაზესი ბრილიანტის ქვაშია დავანებული და თავის მორიგნს ხვერპლს ელოდება. მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ძირითადად აი ასე ამ მოკლედ გადავახვეწ ცოტათი, გეტყვით, რომ აი ესეთ ბრილიანტების ისტორიის ირგული ატეხილი ამბები ძირითადად ხდება მაშინ, როდესაც ამ ბრილიანტს ეუფლებიან ძალის მიერად, ანუ როდესაც ხდება სისხლის ღვრა და როდესაც მის პატრონისგან, ანუ აი ბრილიანტის რეალური კუთვნილების ფუნქციას არ ასრულებინებენ ამ ქვას, არამედ ისინი უცხო პატრონის ხელში ხდებიან და აი ამის შემდეგ სწორედ იწყება გარკვეული შურისძიება, ანუ მთელი წყევლა და ენერგეტიკის სხვა შორის მე დამევწყე მეთქვა, რომ როდესაც აი ეს შურისძიება სრულდებოდა და მაპატით როდესაც აი ტაძარში შეიჭრნენ და ეს გაძარცვეს და ქურუმები დახოცეს, ერთ-ერთმა ქურუმმა ეს ქვა დაწყევა მთელი ეს განძი, რომელიც კონკისტადორებმა წაიყვანეს და ეს ერთგვარი წყევლის ენერგეტიკა ერთგვარად როგორც ხედავთ, მან დაიწყო უკვე თავისი მოქმედება. ნუ როგორც გითხარით, ალფონსო შეწუხდა ძალიან, წარმოუდგენლად დიდი იყო მისი ტკივილი. და ეს გულმოკლული ალფონსო ჯერჯერობით ესეთი რაღაცნაირად ვერ ელეოდა ამას და შემდგომ რაღაცნაირად როგორც გითხარით, ჯერ არავინ იცის თუ რა ძალის მატარებელია ეს ბეჭედი და როდესაც ალფონსომ როგორც იქნა დაასაფლავა ძალიან დიდხანს აბარებდნენ ისინი მიწას რამე თუ დიდხანს იყოს გაცილება აი ეს შეყვარებოდა და შემდგომ როდესაც იგი უკვე მიწაში ჩაასვენეს, მან ეს ბეჭედი აიღო და აჩუქა ბებიას. ნუ ისევ გნებავთ უბრალოდ დამთხევა უწოდოთ, გნებავთ შემთხვევითობა, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, რამდენიმე დღეში ასევე მოულოდნელად ტოვებს ამ მიწიერს ამ ყოველს ბებია, ახლა რა თქმა უნდა ბებია ასაკით შედარებით უფროსია და ბუნებრივია აქ მოულოდნელი არაფერი არის, თუმცა ამის შემდეგ საბედისწერო ბეჭედის მფლობელი ხდება ალფონსოს უსაყვარლესი და თქვენ წარმოედგინეთ, მასაც იგივე ბედი ეწია ზუსტად აი დღის შუალედში რამდენ დღეშიც გარდაიცვალა ჯერ მერსედესის შემდეგ ბებია და შემდეგ და რამდენიმე დღეში სიკვდილმა ეს ლამაზი არსებაც გაიტაცა და ეგ უკვე მიაქცია ყურადღება სამეფო კარმა აი ამ საბედისწერო ბეჭედს, ანუ ერთგვარი დამთხევა მათ შეამჩნიეს და ნუ ფაქტობრივად ნახეს, რომ სამივე სიკვდილის დროს ერთი და იგივე ნივთი ჰქონდათ აი ამ სხვერპლს, ანუ ბეჭედზე მაქვს საუბარი. ნუ დაიწყო მოთქმა ულამაზესი ბრილიანტის მომაკვდინება თვისებაზე. მეფე ალფონსო კი რაღაც ჭკუა შეშლივით უკვე ნუ წარმოედგინეთ ასეთი ტკივილის, ასეთი ტრაგედიის შემდეგ მან ის შეპყრობილივით იქცეოდა და არავის მოსმენ არ სურდა და ამ ბეჭედს, რომელსაც ესე სათუთად ექცეოდა მისი შეყვარებული ადამიანი, რაღაცნაირად არ ელეოდა ისე უბრალოდ და მან გადაწყვიტა საბედისწერო ბეჭედი მისი გარდაცვლილი მეუღლის მერსედესისთვის ეჩუქებინა ამჯერად. ნუ ამ დამაც უყოყმანოთ აიღო ეს ბეჭედი და ალბათ არ არის ძნელი იმის წარმოდგენა თუ რითი დასრულდა ეს პრეზიდენტი, თქვენ არ შემსთანხმდით ეს ქალბატონი მალევე აღმოჩნდა უკვე სასიკვდილო სარეცელზე და საქმეში უკვე ეკლესია ჩაერთო. მაშინ რამე თუ კარის მოძღვარმა ურჩია მეფეს ამოეღო ეს ალმასი თავიდან და ჩაიყოლებინა ეს გარდაცვლილი ცოლის დისთვის და საბოლოოდ დაესრულებინა ეს რაღაცნაირად ალმასის ირგვლივ ატეხილი ესეთი არ ვიცი რა შეიძლება ამას დაერქვას, მაგრამ მონარქი კვლავინდებურად ჯიუტობდა, ესე იგი არნაირად ყურად არ იყო ამ სასულიერო პირთა თხოვნა, რჩევა დარიგება და საბედისწერო ბეჭედი თვითონ გაიკეთა თითზე. ნუ გავიდა ცოტაოდენი ხანი, თითქმის დაახლოებით ზუსტად ისეთივე რა პერიოდითაც იღუპებოდა ადამიანი, რომელიც ამ ბეჭედს იკეთებდა და გავიდა ცოტაოდენი ხანი და ქვეყანა ისევ ტრაურმა მოიცვა, უცნაური ავადმყოფობის შედეგად მეულოდნელად გარდაიცვალა ძალღონითა და სიცოცხლის სავსე, თუმცა გულნათკელი ესპანეთის ახალგაზრდა მეფე ალფონს მე-11. სიკვდილის წინ კი მან მოიხსნა ბეჭედი თითიდან, თითქოს აპირებდა მისთვის ახალი პატრონის ხელში გადაცემას და მაგრამ ბრილიანტი მეფესთან ერთად არ დამარხეს. ჩვენ ახლა გვაცნობენ, რომ უნდა გავიდეს საინფორმაციო გამოშვება, მოკლე საინფორმაციო გამოშვება რადიო იმედის ეთერში, შემდგომ კი თქვენ მოისმენთ ამ ბრილიანტის ისტორიის გაგრძელებას. ამოუცნობი, ამოუხსნელი, დამალული, შენიღბული. X-კოდი რადიო იმედის ეთერში. კიდევ ერთხელ საღამოშიდობისა ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ უსმენთ გადაცემას X-კოდს და დღეს ჩვენ საუბრობთ ესეთ
მომაკრინებელ ბრილიანტებზე, უსულო ნივთებზე, რომელსაც გააჩნია თავისი საიდუმლო ისტორია და რაღაცნაირად უკვე ეჭვსაც კი არ იწვევს, რა თქმა უნდა, ბევრი რაღაცა შეიძლება ეჭვის ქვეშ დავაყენო, ბევრი რაღაცა შეიძლება მივაწეროთ უბრალოდ შემთხვევითობას, მაგრამ თქვენ უკვე წინა გადაცემის წინა ნაწილში თქვენ მოусმინეთ თუ როგორ იძიებდა შურს ბრილიანტი, რომლის კონკისტადორებმა ხელში ჩაიგდეს, ამას შეეწირა ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე, როგორ გადაინაცვლა ამ ბრილიანტმა ერთ-ერთი ალფონსო მე-11-ის ანუ ესპანეთის მეფის ხელში და როგორ მოყვა აი ამ ბრილიანტის შეძენას და ბრილიანტის გამოჩენას სამეფო კარზე მთელი ტრაგედიის მთელი სერია. ნუ საბოლოო ჯამში ალფონსო მე-11-ს რომელმაც ეს ბეჭედი გაიკეთა უკვე ისიც უცნაური სიკვდილით გარდაიცვალა და როგორც გითხარით სიკვდილის წინ მან დააპირა ბეჭედის მოხსნა თითქოს უნდოდა რომ თავიდან მოეძრო და საბოლოო ჯამში ეს ბეჭედი მასთან ერთად დაემარხა, მაგრამ აქ უკვე სხვა უცნაურობა გამოჩნდა, რამეთო არავინ არ აიკარებოდა უკვე ამ ბეჭედს და რაღაცნაირად ყველაზე შინოდა და აი ამ მზაკვარ ქვასთან მიახლოებას არავინ არ ბედავდა და მისტიური შიში ზარმა მოიცვა, რომ ხოლმე ოჯახის წევრები, სამეფო კარი, მოსამსახურები არამედ თქვენ წარმოიდგინეთ ბერებიც კი, რომლებიც მუდმივად ასეთ ლოცულობდნენ, ისინიც კი რაღაც ძალიან ერიდებოდნენ მოკლედ აი ამ ბეჭედის ხელში აღებას. ნუ სამეფო კარის მემკვიდრეებს არ სურდათ გაიზარდათ ამ შურიძეების მსურველი ქვის მსხვერპლთასია გასაგებია, მაგრამ ვერავინ ვერ მოიაზრა თუ რა გზით შეიძლებოდა ამ ნივთისაგან გათავისუფლება და ერთგვარი რაღაცნაირად გნებოთ ესეთი აი ამ ბრუტი ენერგიის მისგან მოხსნა. და გამოსავალი იპოვეს ისევ თეოლოგიის მაგისტრებმა, მათ იმჟელეს ამის შესახებ და გააკეთეს მეტათამამი განცხადება იმ დროისთვის, ეს პერიოდი, როდესაც ინკვიზიცია საკმაოდ და საკმაოდ კაცრად ბრჭყალებში უსწორდებოდა ყველა ასეთ ერეტიკოსებს და ასეთ აზრებს სანერეტიკოსი და ერეტიკოსი მაგათიერ. კერძოდ მათ გამოიტანეს ასეთი ლოგიკური დასკვნა, რომ ზოგიერთ ნივში მართლაც შეიძლება იყოსო დავანებული ადამიანისთვის გაუგებარი ზებუნებრივი ძალა და ყველაფერი ღვთის ხელშიაო და თუკი ეს მონარქი ღვთის მიწიერი ხელდასმული პირია და თუკი ყველა სიმდიდრესა და ძალაუფლებას მეფეს ანიჭებს ღმერთი, ესე დასკვნა გამოიტანეს, მხოლოდ ღმერთს შეუძლია დაეუფლოს მონარქის კუთვნილებას. ამიტომ რადგანო აი შორეულ ამერიკაში როცა კონკისტადორებმა ეს ნივთი ხელთ იგდეს, მათ გაანადგურეს სიწმინდეები, მართალია ისინი იყვნენ კერტაყვანის მცემლები, თუმცა სავსებით, მაგრამ მაინც ემსახურებოდნენ ღმერთს და ამიტომ სავსებით კანონზიო მიერ იქნებაო, რომ ამ საბედისწერო ქვა გადაეცეს კონკრეტულ ტაძარს და შეარჩიეს ესეთი ალმუნდის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, რომელიც მადრიდის მფარველად ითვლებოდა. და ეს აუცილებლად შეგვეწევა და ამასთან დაკავშირებული ცოდების მონანიებასა და გამოსყიდვას ხელს შეუწყობს. ესეთი დასკვნა გამოიტანეს თეოლოგებმა და ეს განცხადება უკლებლი ყველა მიიღო ერმაც და ბერმაც, გამოჩნდნენ პირებიც, ვინც გაბედა ამასთან მიახლოება და ამ გადაწყვეტილების რეალიზაცია, ყველაფერი საბოლოო ჯამში ისე შესრულდა, როგორც მოილაპარაკეს. შეიძლება ბევრი თქვენთაგან მოიყონოს უამრავი დამაჯერებელი სამეცნიერო არგუმენტი ამ უცნაური, მაგრამ როგორც ვხედავთ რეალური ისტორიის მიზეზის ასახსნელად, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, უბედურებებისა და სიკვდილიანობის აი სერია, რომელიც ამ ბეჭედს მოყვებოდა, აღარ გაგრძელებულა და სისხლიანი ბრილიანტი, რომელიც ისტორიას თავისი ესეთი სახელიც კი არ შეუნარჩუნა, რაღაცნაირად შეწყვიტა თავისი შურიძეებებისა და ესეთი შეიძლება ითქვას სისხლიანი ისტორიის გაგრძელება უკვე დასრულდა, აღარ გაგრძელდა. ნუ დაუჯერებლია, მაგრამ ასევე სავსებით რეალური ისტორია ჩვენ რამდენადაც მოგვცემს საშუალება და დრო ეთერისა ვიმჟელებთ, კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ისტორია. ჩვენ ვისაუბროთ, ალბათ ბევრი თქვენთაგანი ინფორმირებულია ამ შესახებ, ბევრი თქვენთანაც წავკითხავს ბრილიანტი ჰოუპი, ლურჯი ალმასი, რომელსაც თუ გაქვთ თქვენი ინფორმაცია, რა თქმა უნდა ძალიან მოკლედ არის აღწერილი 1-2-3 ადამიანი, რომელმაც დაუშვათ ითვირთა აი ამ ალმასის და აი ამ საბედისწერო ქვის შურიძეება და შეიძლება ითქვას წევლა, მაგრამ ეს ნამდვილად შეიძლება კვლავ ბევრი თქვენთანაც გაიყინოს
კვლავ ვიღაცამ ჩათვალოს და მატერიალურ რაღაც სხვანაირი მიზეზი მოუძებნოს აი ამ უცნაურ ისტორიას, თუმცა კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ბევრი რაღაცა ის მოყოლა შეიძლება ამ ქვაზე, უსასრულო შეიძლება საუბარი იმდენად ბევრმა ადამიანმა იწვნია მისგან ესეთი დამტყმელი ძალა, თუმცა მოდით მივყვეთ ისტორიას თანმიმდევრულად. მე-16 საუკუნის შუა წლებია, ევროპის სამეფო გვარის დინასტიის წარმომადგენლებში უკვე შესამჩნევი ხდება ძვირფასი ქვებისადმი და ფუფუნებისადმი ზოგადი აი ზოგადად კი შეიძლება ითქვას ბრილიანტებისადმი ესეთი პათოლოგიური მომიტევეთ ამ სიტყვისთვის, მაგრამ სხვანაირად უკვე ამას ვერ ვიტყვი, დულტოლვა და ყველაზე მძაფრად ამას გამოხატავდა საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო მე-14 მეფემზე, რომელმაც როგორც თქვენ იცით, მზის იმპერიის დაარსება გადაწყვიტა, იმპერიისა, რომლის ყველაზე მთავარი მამოძრავებელი საციცოცხლო ძალა და ქნებოდა, აი ყველაზე მონათობი თვითთავად იქნებოდა. და ლუდოვიკომ ამუშავა სხვა შორის მეხსიერებიდან ის რაც საფრანგეთში ხდებოდა მის გამეფებამდე, ფეოდალების გამოსვლები რაღაცები და თითქოს ყველაფერი იყო კარგად, აი მისი მოვლენით, ყველაფერი სამეფო კარზე, ყველაფერი თავიდან დაიწყება. სხვა შორის სწორედ მას ეკუთვნის სიტყვები, თუ თქვენ გონიათ რომ სახელმწიფო თქვენ ხართ, ცდებით სახელმწიფო მე ვარ, ესეთი ადამიანი იყო და ამბობენ ძვირფასი ქვებისადმი უტოლვა ლუდოვიკო მე-14 შეუნერგა კარდინალმა ჯულიო მაზარინი, რომელიც ძალიან ესეთი კარდინალიც იყო თავისი ფუნქციით და თავისი რეალური სასულიერო წოდებით, მაგრამ რუხი კარდინალი იყო თავისი ფუნქციით და თავისი ადგილით ზოგადად საფრანგეთის ისტორიაში. და სწორედ მან ის რაღაც ინტრიგებს ხლართავდა სამეფო კარზე და მან საფრანგეთის ფინანსთა მინისტრ კოლბერთან ერთად რაღაცნაირად შთააგონა ლუდოვიკოს, რომ მოქმედა ბრილიანტი არის ყველა დროში მოქმედი ფულადი ერთეული, რომელთაც ყველაფრის ყიდვა შესაძლებელი, შეიძლება დიდ ბუნებრივ ქვას დამუშავებს და უფრო ძვირად გაყიდი და მთავარია გაყიდოს იპო სანდო ადამიანი, რომელიც პასუხს აგებს აი ამ ქვის ხარისხზე. ნუ რაღაცნაირად ეს უკვე რაღაც ფაქტობრივად არც სჭირდებოდა ლუდოვიკოს ქვებზე საუბარი, რამე თუ როგორც გითხართ მას პათოლოგიური ინტერესი და ძალიან დიდ ფულს ხარჯავდა ძვირფას ნივთებზე და მათ შორის აი ამ ქვებზე. და ესეთი ადამიანზე მალევე გამოჩნდა ვინმე ტავერნია, ძვირფასი ქვებით მოვაჭრე, ბანკირი და მონარქის მეგობარი, სამეფო კარზე შემდგომ ის დაახლოვდა, ეს ის პერიოდია დაახლოებით ჩვენ წინა გადაცემაში სენ-ჟერმენზე საუბრობდით და დაახლოებით, ნუ ცოტათი უფრო ადრე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისევ კვამდები, რომ შეინიშნება იმ ეპოქის ეგრეთ წოდებული სუნელი და იმ ეპოქის ერთგვარი რაღაცნაირი გარემო ჩვენს ეთერში. ნუ სხვადასხვა აი ეს გაცნობისთანავე ტავერნიამ, რომელიც ახლახან ჩამოვიდა ინდოეთიდან და ჩამოვიტანდა დაახლოებით 25 მსხვილი ალმასი, რომელიც ესეთ ხავერდის ბალიშზე ამბობენ ქონდა მოთავსებული და ასე მიართვა მეფემ ზეს ლუდოვიკოს ასეთი პრეზენტი და ლუდოვიკომ რა თქმა უნდა თავისი მრჩეველების რჩევის გათვალისწინებით დაიწყო ამ ქვების დათვალიერება და ერთ-ერთ მათგანს თვალი ვერ მოსტაცა, მოკლედ მოხიბა, დაინახა თუ არა მოიხიბა ეს ადამიანი და ეს იყო სწორედ ეს ცისფერი ალმასი, ამიტომ მოცისფრო-ფერი ქონდა და დაახლოებით მაშინ ის 112 კარატს იწონიდა, უზარმაზარი იყო, თავისი სიდიდით ამბობენ გოლფის ბურთის ტოლი იყო, ამჟამად ზომაზე დაახლოებით 3-ჯერ უფრო დიდი და მეფე საათობით შესქეროდა ამ მზის შუგზე აი ამ რაღაცნაირად ქვას და მოკლედ რაღაცნაირად იხიბლებოდა, რომ ძალიან დიდ დროს ატარებდა, არაფერს არ აკეთებდა, ჩაიკეტებოდა, აიღებდა ამ ქვაზე მონუცხულივით საათობით, შეიძლება ითქვას მთელი დღეც კი არ ეზარებოდა ამ ადამიანს, მუდმივად აი ამ შესქეროდა აი ამ ძალიან ლამაზ ქვას. და ამბობენ, რომ მან აი ამ ქვაში 100 მილიონი დოლარი გადაიხადა ეხლანდელი ეკვივალენტის ფული, ხოლო ტავერნიემ მიიღო თავისი წოდება ამ ადამიანმა, რომელმაც ეს ალმასი მას მიართვა და მეფის კარზე აუახლოვდა და მოკლედ ამ კარდინალთან და ამ სხვა აი ამ მის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად უკვე დაიწყო აი ამ აქტიური მონაწილეობა სხვადასხვა სამეფო კარის ინტრიგებში. თუმცა ეს უკვე სხვა თემაა და ჩვენ ეს დღეს არ გვაინტერესებს და ამ ალმას სხვადასხვა ჰქონდა თავისი ისტორია, თავისი წარმომავლობა, რომელიც ფლობა საშიში გახდათ და უძველესი ლეგენდის თანახმად ძალიან ლამაზი ისტორია, მაგრამ ფოცხლად ამის მოყოლა ახლა დრო არა გვაქვს. მას ჰქონდა, ამას ამბობენ, რომ ის იყო
რამა ალმას იყო რამას თვალი, რომელიც რაღაცნაირად მოწყდა და დედამიწაზე რაღაცა დარჩა ნიშნად იმისა, რომ რამა მუდმივად იქნება მათ გვერდიც, ვინც მას შესთხოვს დახმარებას და ერთადერთი პირობა იყო, რომ ეს როდესაც ეს არ ვიცი ეს რაღაც თვალი იყო, ну თვალი მარითლება რამას თვალი, მაგრამ ეს სხვანაირად იყო რაღაც გამატერიალიზებული ერთგვარი მისი დამოკიდებულება და ნიშანი იმისა, რომ ის მუდმივად ხედავდა ყველაფერს, რაც კი დედამიწაზე ხდებოდა და მუდმივად ხედავდა მათ, ვინც მას დახმარება შესთხოვდა. ნუ ეს რაღაც ცალკე ისეთი მომენტია, მაგრამ უბრალოდ ლეგენდა და ერთადერთი უბრალოდ მთავარი რაც გახლავთ ამ ლეგენდაში იყო ის, რომ აი ამ ქვის დაუფლება ადამიანს არ შეეძლო, ანუ არავის არ ქონდა უფლება მასთან მისი ხელში ჩაგდების. ეს თქვა, სადაც ტაძარში იყო, რომელიღაც ტაძარში და იქ უნდა ყოფილიყო და რაღაცა გარკვეული რიტუალების დროს მას გამოიტანდნენ ხოლმე და შემდეგ ისევ შეიტანდნენ და ამ ქვას არანაირად არ შეიძლებოდა ვინმე შეხებოდა, მით უმეტეს ვინმეს ეტარებინა და მით უმეტეს, როდესაც ესე რაღაცნაირად ის გამხდარიყო, არ შეიძლებოდა რომ ეს ქვა გამხდარიყო ყიდვა-გაყიდვისაგან. ანუ ყველა ადამიანს, ვინც ამას არ შეასრულებდა და ამ კანონს დაარღვევდა, ამატყოფობა, უბედურება, დევნილობა და საბოლოო ჯამში სიკვდილი მოყვებოდაო და აი ამ ლეგენდაში ძალიან ბევრი მაგალითი იყო ამის, მაგრამ სხვათა შორის გნებავთ დაიჯერეთ და გნებავთ არა, მაგრამ როდესაც აი ეს ბრილიანტი, რომელსაც ლეგენდის თანახმად აი ესეთი საბედისწერო თვისებები გააჩნდა, შეიძლება ითქვას ადამიანის ხელში იგი რაღაც ძალიან ცუდ რაღაცად იქცეოდა, რომ უბედურება მოქონდა. ევროპაში მართლაც მას შემდეგ რაც ეს საფრანგეთში ჩამოიტანეს, დაიწყო ძალიან მთელი რიგი ავადმყოფობის მთელი სერია, აზიური ჭირი გავრცელდა, რომელსაც უმამროლი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. რაღაცნაირად ეკონომიური მდგომარეობა უფრო გაუარესდა და რაღაცნაირად ბევრი რაღაცები არასასიამოვნო საფრანგეთისთვის დაიწყო. არ ვიცი რატომ, მაგრამ 3 თუ 4 წელი ლუდოვიკო მე-14 ამალმა ჯერჯერობით არ ეკარებოდა, უბრალოდ შორიდან ხანდახან გითხარით, ხანდახან შევიდოდა და უყურებდა და შემდგომ ისე ტოვებდა მას იმ ადგილას, სადაც იყო ის დასვენებული, ხოლო შემდეგ გადაწყვიტა მისი დამუშავება, 4 წელი ამას არ აკეთებდა, რომ მისგან მეტი ბრწყინვალება მიენიჭა მისთვის და მუდმივად ეტარებინა ეს ულამაზესი ქვა. ეხლა მოდით დავუთმოთ ცოტათი შევისვენოთ, იმედი არ გადაგალე და ბევრი საინტერესო რამ თქვენ გელით უკვე გადაცემის მეორე ნაწილში, ამით ნამდვილად საინტერესო ისტორია აქვს ამ ქვას. ეხლა მოვისმინოთ მსოფლიო ჰიტი, შემდეგ საინფორმაციო გამოშვება, შემდეგ საუნდტრეკი და შემდეგ უკვე ბრილიანტის ისტორიით დაბრუნდებით კვლავ. დაბრუნდება უბრალოდ X კოდი რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. მოვარგოთ X კოდი დაშიფრული X ფაილების გასახსნელად. X კოდი მიშა მიმინოშულთან ერთად.